რელიზის ავტორია geo.saitები.g. გაიქეცით, თორემ ყველას დაგხოცავენ. სწრაფად. იკერჩირზე კიდევ გაქვს? სადმე დიხართ? მას კითხულობენ. Sir, ეს არის. ეს გუგუა მკითხავი. ჯადოს აკეთებენ, რომ ცხენმა დოხში გაიმარჯვოს. ამ ცხენს მონა გიხვია. ორშაბათ 3 საათზე კემპტონში დოხი იქნება. ხალბატონებო, დარწმუნებული ვარ ამას არავის ეთქვით. ბირმინგემი, ინგლისი, 1919 წელი. და დასახლდა აბრაამი გამოქვაბულში. კილიან მერფი. თუმცა კარგად იყო, რადგან ღმერთი ახლდა. საქმე ისაა, შვილებო, რომ ღმერთისთვის სულ ერთია, ქოხში ცხოვრობ თუ სასახლეში. სემნილი. ღმერთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მდიდარი ხარ თუ ღარიბი. მაინც მისი შვილი ხარ. ჰელენ მაკრორი და სხვები. დილან მშვიდობისა, მისტერ შელბი. Morning, Mr. Shelby. You're one microscopic cog in his catastrophic plan, designed and directed by his red right hand. ალესილი კეპები. გამოიარე მეგობარო. დილა მშვიდობისა, მისტერ შელბი. მოდი სწრაფად. ფინ? არტური ეშმაკივითაა გაცოფებული. 10 წლის ბავშვმა რა იცი ეშმაკი რა არის? ყვირას 11-ის ხვდები. This your best in now for the 2:30 at Kempton.
Five to go, running this off, mates. Down to fours. Okay, well done, boy. You want to push that now, mate. Turn towards the middle. What you saying? We got submarines in our favour. 4-1. ტომი ამ ჩანაწერებს შეხედე. ხედავ? ტომი, ყველა მონაგანზე დადო. ოჩახჯორ. ტომი. მოდი აქ. სწრაფად. შენი 6 პენსინი პერ 10 შილინგი გახდება. ხალხმა დაგინახა გარისონ ქორდზე ფხვნილი თოინი რომ ჩაატარე. გაჭირვება. ხალხს სტიმული სჭირდება რომ სონი დადოს. ის ჩინელი იყო. მრეცხელმა მითხრა ჯადოქარიაო. ხალხს ასეთი რამეების ჯერა. ჩინელებთან საქმეს არ ვიჭერთ. ჩანაწერები ნახე? ჩინელებს თავიანთი ბუკმეკერები ყავთ. ხომ შევთანხმდით არტურ? რომ ახალი ფულის მოზიდვა ჩემი საქმეა. ხო, მაგრამ მონაგანმა რომ გაიმარჯვოს ტომი, დოღის ჩაწყობაც შენს თავზე აიღე. ბილი კიმბერისგან დოღის ჩაწყობის ნებართვა აიღე. რა დაგემართა? გონია ჩინელებსაც გაუმკლავდებით და ბილი კიმბერსაც. ბილის უზარმაზარი არ მიახავს. ვფიქრობ არტო. ეს ჩემი მოვალეობაა. ვფიქრობ რომ ფიქრი შენ არ მოგიწიოს. ბელფასტიდან ახალი ამბავია. დღეს საღამოს 8 საათზე საოჯახო კრება უნდა მოვიწვიო. ყველანი მოვიდნენ. გესმის? პრობლემები გვაქვს. საიდუმლო მასალა, სპეცსამსახური, საბრძოლო აღჭურვილობის კულტობა. თავარი ეჭვმიტანილები. არტურ შელბი, განგსტერი, რეკეტირი, ბუკმეკერი, ალესილი კეპების ბანდის მეთაური. თომას შელბი, რეკეტირი, წინააღმდეგობის გაწევა, შეიარაღებული ძარცვა, დაჯილდოებულია გმირობის ორდენით, ბანდის სახელი ალესილი კეპები. სიჩუმე, გაჩუნდით. ამხანაგებო. დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ გაფიცვისთვის კენჭი უყაროთ. ხო, მართალია. მაგრამ სანამ ამას ხელის აწევით დავადასტურებთ. ჯერ ხელი აწიოს მან, ვინც საფრანგეთში იბრძოდა. ვინც თავის ამხანაგებს მხარში ედგა და ვინც მათ სიკვდილს საკუთარი თვალით ხედავდა. ხელები აწიეთ. ფლანდრიის ველები თქვენი სისხლით და ოფლით მოირწყო. მაგრამ ნაყოფს ვინ იღებს? თქვენ? არა. თქვენი ცოლები? არა. ისინი ვინც აქ დგანან? არა. ისინი თბილსახლებში სხედან. სავსე მუძლებით. თქვენ კი წელებზე ფეხს იდგამთ, რომ შვილებს როგორმე ფეხსაცმელი უყიდოთ. მართალია. რა ჯილდოს შეგვირდნენ თქვენ მიერ გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ? განახევრებული ხელფასი. აი თქვენი ჯილდო. აწიეთ ხელები, თუ გაფიცვის მომხრენი ხართ. მომხრენად. ფრედი თორნი, პროფკავშირების ხელმძღვანელი, ეწევა კომუნიზმის პროპაგანდას, ბოლშევიკი.
ჩვენ დაგპატიჟებთ, მისტერ შელბი. საშუალო სწავლებ. გასაგებია. გაგვიმარჯოს, თომას. ჯანმრთელობას გისურვებ. უხლის სულის გვირგვინი. ფსონს შემოვალ, რომ მალე მეფე გახდები. ფსონებს არდებ. არა, სამაგიეროდ ბოლო დღეებია, ბევრს ვფიქრობ. რასთან დაკავშირებით? ჩემს ამხანაგს პროპკავშირებიდან დახავს, რომელიც ფაბრიკაში ტელეგრაფისტად მუშაობს. ამბობს, რომ უკვე ერთი კვირაა ლონდონიდან პოლიციაში ინფორმაციას აწვდიან. თვით უინსტონ ჩერჩილისგან. რაღაც ძარცვაზეა ლაპარაკი. წერენ სახელმწიფო მნიშვნელობის ძარცვააო. ტელეგრამაზე ეჭვმიტანილთა სიანახა. ამ სიაში ჩვენც ვართ. რა სია უნდა იყოს, სადაც კომუნისტისა და ბუკმეკერის სახელები გვერდ-გვერდ წერია. ალბათ იმ ადამიანთა სია, ვინც ღარიბებს ტყუილი იმედი მისცა. ფრედი, ჩემსა და შენ შორის ის განსხვავებაა, რომ ჩემი ცხენები ხანდახან მაინც იმარჯვებენ. ზოგჯერ, როცა მესმის ადამიანებს როგორ ჭრით და ხოცავთ, ვნანობ, რომ საფრანგეთში ტყვიისგან გადაგარჩინე. დამიჯერე. ზოგჯერ მაგას მეც ვნანობ. ჩემი მოკლა უნდათ. მომკლავენ. სამომდე ვითვლი. 1, 2, 3. დავაწვენოთ. ისუნთქე დენი. ისუნთქე. ჩემი მოკლა უნდათ. ჩემი მოკლა უნდათ. მომკლავენ. დენი. დენი სამშობლოში ხარ. ყველანი სამშობლოში ვართ, ინგლისში. საფრანგეთში აღარ ხარ. დენი დამშვიდდი. არტილერიის სამიზნე არ ხარ, დენი. ადამიანი ხარ. სამიზნე არ ხარ. ადამიანი ხარ. კარგი, ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი კარგადაა. დაშვიდდი. ჩანდება. ისევ გავიმეორე? ხო, დენი. ეს აღარ უნდა გაიმეორო, მეგობარო. ყველაფერი რიგზეა. გმერთო, მისტერ შელბი, მაპატიეთ. დაწნარდი. სახლში წადით სოლთან, დენი. ეცადე ომის კვამლი და ტალახი დაივიწყო, კარგი? დიახ, მისტერ შელბი, მაპატიეთ. მიდი. მისტერ შელბი, რაღაც უნდა მოუხერხოთ. მართალი ხარ, ჰარი. ალესილ კეპებს დაცვისთვის ამდენ ფულს ტყუილად ხომ არ უხდი. აქ კანონმდებელი შენ ხარ, ტომი, არა? იქნებ ჯობდეს დენის შუბლში ტყვია დააჭედა, როგორც გაწოფებულ ცხენს. იქნებოდეს მე შუბლში ტყვია მეც დამაჭედო. რელიზის ავტორია geo.saitები.g. ზარელის რაოდენობა ალესილ კეპებში ეთყობინე. ჩვენ აგინას ღაურებთ. ამი არ აღშეხედე. გეცნობა? აეთრიე ბინძურო ხორო. დაიდე პოლი, რას აკეთებ? აღმის დედას. ამი არ აღით ფინი თამაშობდა. დატენილი იყო. ეიდას კი ნახამ ძუძუები წააცალა.
ალბათ ჯიბიდან გადმომივარდა. ფინმა თქვა, რომ ბუკმეკერთა კანტორასთან იპოვა, თანაც დატენილი. ალბათ თვრალი ვიყავი. ხიზელი როდის ხარ? დაიდებო. მაპატიეთ. ბოდიში. ეს ჩვენ შორის დარჩება, თუ იარაღს ასე უდიერად აღარ მოეპყრობი. ვიცი რომ უდედოდ 4 შვილის გაზრდა ძალიან მძიმეა, მაგრამ ჩემი ჩექმა უფრო მძიმეა. წამოდით რომ დავეგვიანებთ. მაშასე. საოჯახო კრება მოვიწვიე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი შევიტყვე. სკუდბოუტი და ლავლოკი ბელფასტიდან წუხელთ ჩამოვიდნენ. ფაშატებისთვის ულაყები იყიდეს. გუშინ საღამოს შანკილ როუდზე ბარში შევიდნენ, სადაც სამი პოლიციელი ამას არიგებდა. თუ 5 ფუტზე მაღალი ხართ და ბრძოლა შეგიძლიათ, ბირმინგემში ჩამოდით. პროტესტანტ ირლანდიელებს სპეცრაზმის რიგებში იწვევენ. რისთვის? ქალაქი რომ გაწმინდონ ეიდა. უფროსი ინსპექტორია. 4 წელია ბელფასტ რესპუბლიკური არმიის განწმენს. ამდენი საიდან იცი? ჩვენს მოსყიდულ პოლიციელებს ვკითხე. მე რატომ არ მითხარი? ახლა გეუბნები. ბირმინგემში რატომ გზავნიან? ფაბრიკის მუშები გაფიცვას მართავენ. ოსტინის ქარხანა შეუერთდა. გაზეთებში აჯანყების შესახებ წერენ. რევოლუცია. ეჭვი მაქვს რომ კომუნისტების დაჭერა უნდა. ესე იგი ეს პოლიციელი ჩვენ არ გვერჩის, არა? გრინლეინსი მისგან გაქცეული ბელფასტელი ირლანდიელები ცავსეა. ამბობენ რომ კათოლიკეები, რომლებიც გზაზე გადაეხრებოდნენ, ღამღამობით უყოლოდ კრებოდნენ. მაგრამ ჩვენ რესპუბლიკური არმია არ ვართ. მეფისთვის ვიბრძოდით. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ მალესილი კეპები ვართ. პოლიციის არ გვეშინია. მართალია. ჩვენს დასაჭერად თუ მოვლენ, სახეზე ღიმილს დავახატავთ. არდურ. სულ ეს იყო? რა სიტყვით დეიდა პოლ? ამ ოჯახში ერთმანეთს არაფერს უმალავთ. თომას, მეტი არაფერი გაქვს სათქმელი. არა. ყოველ შემთხვევაში ქალების საქმე არ არის. ამ წყეულ კანტორას ქალები ვმართავდით, როცა თქვენ ბიჭები ომში იბრძოდით. რა შეიცვალა? ის რომ დავბრუნდით. დაუფალი გაანადგურებს უწმინდურებს, როცა განკითხვის დღე დადგება. ეს დღე ახლოვდება, მეგობრებო. ამ ბოროტების ქალაქს განკითხვის დღე უახლოვდება და თქვენს ბოროტებასა და გულისთქმებს ფარდა აეხდება. შემოქმედს ვერაფერს დაუმალავთ. ხოვლის შემძლეს ვერსად დაემალებით. შემოქმედი ყველაფერს ხედავს. ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს ვერსად დაემალებით. წადი აქედან. წადი. დაახვიე. წადი აქედან. მორჩა, ვეღარ წავალ. ათი წუთი მაქვს. რა გინდა? ახსნა განმარტება. ვერ გამომაპარებ, როცა რაღაცას მალავ. ხალხი 1000 რამეს ამბობს. ზოგიერთი იარაღის ქარხანაში მუშაობს. მუშების ცოლებს ველაპარაკე. დეტექტივები გამოსაცდელ ოთახებში მუშებს კითხავენ. იმ ქარხანაში ისე არაფერი ხდება, შენ რომ არ იცოდე. მითხარი. ღმერთი და დეიდა პოლი გისმენენ. ჩვეულებრივი საქმე იყო. ლონდონში მოტოციკლის კლიენტი მყავდა. ჩემს ხელს ვთხოვა, რომ ბენზინის ძრავიანი 4 მოტოციკლი მოეპარათ. გონი მთვრალები იყვნენ. ქარხანაში ერთი ადგილია, სადაც მუშები ჯინს ჩუმად ხდიან. შესაბამით სხვა კონტეინერები გამოატანეს.
როგორც შევთანხმდით, საქონელი ჩარლი სტრონგის ეზოში უნდა მიეტანათ. კონტეინერები ექსპორტის განყოფილების ნაცვლად იარაღის გამოსაცდელი განყოფილებიდან გამოუტანია. ღმერთო დიდებულო. ყუთებში ლოისის 25 თვიან ფრქვევი აღმოჩნდა. 10,000 თვია. 50 ნახევრად ავტომატური იარაღი და 200 პისტოლეტი მჭიდებით. ღმერთო ტომი. ეს ყველაფერი ლიბიაში უნდა გაეგზავნათ. ახლა კი ჩარლი სტრონგის ეზოშია. მითხარი რომ საიმედოდ შეინახე. საჯინიბოშია რომ წვიმამ არ დაასველოს. იარაღი ჯერაც დაუზეთავია. აი თურმე ბელფასტიდან პოლიციელი რატომ გამოგზავნეს? შესაძლოა, ან არა. თომას, ბუკმეკერი, ქურდი და მებრძოლი ხარ, მაგრამ სულელი არ ხარ. მაგ იარაღს ვინმეს თუ მიყიდე, ვინც გამოიყენებს, ჩამოგახჩობენ. ისეთ ადგილზე დაყარე, რომ პოლიცია მიპოვოს. თუ ეცოდინებათ, რომ მტრის ხელში არ მოხდა, იქნება ეს საქმე ჩაწყნარდეს. ჩარლის უთხარი, რომ ამაღამ გადაყაროს. არა. სავსე მთვარეა და კონტრაბანდას ვერ გადაიტანს. სამდღეში ბნელი ღამეები დაიწყება. მერე ისე მოიქცევი, როგორც საჭიროა. დედა შენისგან საღი აზროვნება გადმოგეცა, ხოლო მამა შენისგან ეშმაკობა. ხედავ ერთმანეთს როგორ ებრძვიან. და დედა შენმა გაიმარჯვოს. პენიკრაშის ბილეთები მაქვს. დომექსის ფილმს აჩვენებენ. დღეს ფილმების განწყობაზე არ ვარ აიდა. აქამას აღარ გავაკეთებ. ბოლოს სულ გავტალახიანდი. მოდი ცოტა გავიაროთ. გრიტამდე თუ ვივლით, შეგვიძლია ბარშიც შევიდეთ. გრიტში შენი ძმების მეგობრები არიან. მათ მეგობრები ყველგან ხავთ. ლონდონამდე უნდა ვიაროთ. შენთან იმიტომ ვარ, რომ ჩემი ძმების მარტო შენ არ გეშენია. მეც საკმაოდ მეშინია. ხო, მაგრამ ჩემი სიყვარული ხომ შიშზე ძლიერია. ყოველთვის ხომ არ დავიმალები. მალე ყველაფერს ვეთყვით. როდის? საოჯახო კრებამ როგორ ჩაიარა? ჩვეულებრივ. ახალი პოლიციელი ჩამოდის. ხო, გავიგე. და ტომი ამბობს, რომ შენაირებს ეძებს. იქნებ ჯობდეს, რომ შენი წიგნები დაწვა და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტო. ჩემო ეიდა. შენ ზღაპრული ქვეყნის სამეფო ოჯახის პრინცესა ხარ. მე კი ღარიბი კომუნისტი ბაყაყი, რომელსაც გრძელი ენა აქვს. ნაკოცე პრინცესა ეიდა. ბარში სამუშაოს თაობაზე მოვედი. გიჟი ხარ? რა ვარ? იცი ეს რა დაწესებულებაა? ხო, მაგრამ განცხადება ვნახე. ადგილი აღარ გვაქვს. განცხადება გუშინდელ გაზეთში ეწერა. დამიჯერე ძირფასო, შენთვის სიკეთე მინდა. სიკეთეს არ გთხოვთ, სამუშაოს გთხოვთ. ზედმეტად სათნო ხარ. საიდან იცით? ძალიან ლამაზი ხარ. მოსვენებას არ მოგცემენ.
გამოცდილებაც მაქვს და რეკომენდაციაც. ნახეთ. ირლანდიის რომელი კუთხიდან ხარ? გოლუეიდან. დუბლინში მუშაობდი. დედაჩემიც გოლუეიდანაა. ზედმეტად ლამაზი ხარ. მიყურეთ. და მომისმინეთ. I wish I was in Kerry Burgess, only for a night in Ballygrand. I would swim over the deepest ocean, my love to find. My boyhood friends and my own relations have all passed on now, like the melting snow. ირლანდიაში რომ მღეროდი, კაცები ტიროდნენ და აღარ ჩხუბობდნენ. იმედი მაქვს ბევრი სიმღერა იცი. ბავშვები, რომლებიც თევზის ფხებთან და კვერცხის ნაჭუჭებთან ერთად გადაყარეს. 11 წლის გოგონები, მოხუცი კაცები სამ პენსად რომ აუპატიურებენ. ხალხი ცხოველები ვითეულპება. დეგრადაცია. მამები და შვილები, ძმები და დები ერთმანეთთან წვებიან. მათხოვრები და ქურდები ქუჩებში დაძრწიან. ხოლო ამ დაჩირქებული ჭრილობებისა და დამპალი ხორცის უკან თქვენი ბატონები დგანან. ადამიანები, რომელთა წინაშე ქუდს იხდით. ალესილი კეპები. ბოროტი. უმოწყალო ბანდიტები, რომლებიც თვალებს თხრიან მათ, ვინც ხედავს, და ენებს საჭრიან მათ, ვინც ლაპარაკობს. თქვენ მათზე უარესები ხართ. თქვენ, ვინც ომის შემდეგ მათი ქრთამით სულდგმულობთ. თქვენ, ვინც თვალს ხუჭავთ, მათზე უარესები ხართ. ღმერთმა დაგწყევლოთ ამ ფორმის შეურაცხყოფისთვის. გარდა ამისა, არიან რესპუბლიკური არმიის წევრები და კომუნისტები, უფრო ბოროტი გულებით. ან კორუფციის ჩირქით საზრდოობენ, როგორც ბუზის მატლები. ეს მატლები ბუზებად გადაიქცევიან და თავიანთ დამპალ ფილოსოფიას მთელს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ. ისინი ჩვენი მტრები არიან. სამთავიანი ურჩხული. ჩემი ვალია ეს თავები მოვკვეთო და ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ მე ამას გავაკეთებ. თქვენგან არავის ვენდობი. სანამ ჩემს ნდობას არ მოიპოვებთ. ეს კი ადვილი საქმე სულაც არ არის. ეს ახალი თანამშრომლები საქმის შესრულებაში დაგეხმარებიან. კარგი ადამიანები არიან, ღვთისმოშიში ოჯახებიდან. დღეს ფიცს დადებენ. ფორმას ჩაიცვამენ და ხვალ მზის ამოსვლისთანავე ქუჩებში გავლენ.
ღმერთმა დაიფაროს ყველა, ვინც წინ გადაგვეღობება. გზა დაუთმეთ მისტერ შელბის. მისტერ შელბი? ხედავთ ხალბატონებო, როდესაც კებების გვერდით ხართ, რიგში ჩადგომა არ გიწევთ. ჰა, მინდა ორივე მინეტი გამიკეთოთ, სანამ ხალხს შემოუშვებენ. დაიწყეთ. ეთრიე. რა ხდება? ვინ ხარ შენი დედაც? დამადი. არტურ შელბი ვარ. არტურ შელბი. ალესილი კეპების ბანდის მეთაური. შემომხედეთ. რელიზის ავტორია geo.saitები.g. ნაბიჯვარო. შენი ფორმა? ნამდვილად ჩიშის მომგვრელია. იერაღი არ აქვს? არა. წინდებშიდან აქვს. კამარზე კეტი ჰკიდია. მისტერ შელბი. მინდა იცოდეთ, რომ ამ გზით გეცნობით. გასაგებია? ამ ქვეყანად მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე მაინტერესებს. ძარცვის შესახებ რა იცით? რომელი ძარცვის? კიდევ გაგიმეორებთ. ძარცვის შესახებ რა იცით? ღმერთს გეფიცები. არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. რა ძარცვაზე მეკითხები? ოცდათხუთმეტი წელია შენნაირ ცხოველებთან მუშაობ და შემიძლია ყნოსვით მივხვდე იტყუები თუ არა. არ გატყუებ. გესმის? არ ვიტყუები. ვიცი. შენს ჩასისხლიანებულ თვალებში საინტერესოს ვერაფერს ვხედავ. შენს სისხლში ეშმაკობისა და გაიძვერობის კვალიც კი არ შეინიშნება. ერთი რამ დაიმახსოვრე. წლის ბოლომდე შენ და შენ სუბატრუკ ოჯახს საკანალიზაციო არხში პირქვეჭა გაყუდებთ. ეს არ გამიჭირდება. მეორე მხრივ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ. აქ ყოველდღე ამდენი ხალხია? არა, ეს ბიჭები სენტ ენდრიუსში მიდიან. სალოცავად? კარგი იქნებოდა. სენტ ენდრიუსი ფეხბურთის მოედანია, ბლუზები თამაშობენ, თავდამსხმელები არიან. ეს კი მეკარია, გინდა იჯერე, გინდა რა. გამარჯობა. ერთი ბოთლი რომი მინდა. გრეის რაც უნდა გთხოვოს, ფული არ გამოართვა. ერთი ბოთლი? დიახ. თეთრი თუ შავი? სულ ერთია. ქვერა მოგართვათ. ახლავე?
ერთი წუთით? ჰარი მткოფული არ გამოართვაო. ბოზი ხარ? თუ არ ხარ აქ შენი ადგილი არ არის. ეს ის კაცი ერთხელ რომ გამაფრთხილე. მომისმინე გრეის. მეგობრული გოგო ხარ, მაგრამ ფრთხილად იყავი. თუ გეტყვით ჩვენს ხარჯზე, არაფერი უთხრა, ვისაც უნდა მოემსახურო. შენ თუ მოგითხოვენ, ვერავინ დაგეხმარება. გაგიმართლა, რომ რაც საფრანგეთის ომიდან დაბრუნდა, ტომის ქალები აღარ აინტერესებს. გისმენთ, ბიჭებო. ჯონ, თვალები და სისხლი მობანე. უბრძანებებს როდიდან იძლევი? ეგ თანი ვარ. ნუ მაცინებთ. სახე მდგება. დიახ, ეგ თანი ვარ. ეკლესიაში პირველად დახმარების კურსზე მიხვედი და გამოგაგდეს, რადგან ხითხითებდი. ხო, მაგრამ იმის სწავლა მოვასწარი ადამიანი დახრჯობას როგორ გადავარჩინო. მე არ ვიხრჩობი. დაიხრჩობი დანსაცმელს ყელზე თუ შემოგიჭერენ. როგორ არის? დალია. ბოთლი მომეცი. არა გეშავს. ასე თქვა, ბირმინგემში ჩერჩილმა გამომგზავნაო. სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეაო, რომელიღაც ძარცვას უკავშირდება. უნდა რომ დავეხმაროთ. პოლიციას არ ვეხმარებით. ისიც იცის, ომში რომ ვიყავით. თქვენც ჩემნაირი პატრიოტები ხართო. უნდა რომ მისი თვალები დაყურები ვიყოთ. მე ვუთხარი, რომ საოჯახო კრებას მოვიწვევ და მოვილაპარაკებთ. რატომაც არა? ფენიანებთან და კომუნისტებთან კავშირი არ გვაქვს. რა დაგემართა? რა სჭირს ამ ბოლო დროს? ეგ რომ ვიცოდე აფთიაქში წამალს ვიყიდდი. I am just a young girl. I have just come over from the country where they do things big. And amongst the boys, I've got myself a lover. And since I have a lover, I don't care a fig. The boy I love is up in the gallery. The boy I love is looking at me. Can't you see him standing there, waving his handkerchief, as merry as a robin that sings on the tree? ომის შემდეგ აქ არავის უმღერია. შენი აზრით რატომ ჰარი? არტურს არ უთქვამს? ახალმა პოლიციელმა რა შესთავაზა? ღმერთო, როგორც კი გაათავებ, მაშინვე პოლიტიკაზე გადადიხარ. ტომიმ რა თქვა? არაფერი, ხომ იცი როგორია? ო, ვიცი. საქმე მაშინვე უნდა მოაგვაროს. მოსდა და ლოდინი არ უყვარს. ხომ იცი რას იზამს ჩვენს ამბავს თუ გაიგებს? აბა სადოს? ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემთან მის ჯიბზე ხარ. ოდესმე მე და ტომი ისევ ერთ მხარეზე ვიბრძოლებთ.
ტომი. რელიზის ავტორია geo.saitები.g. ქეშტი შეურჭეთ. რას აკეთებ? არ ვმუშაობ. წადი სახლში. სახლში წადი, შეშლილო. გითხარი სახლში წადი მეთქი. გაგაფრთხილე. ქეშტი შეურჭეთ. გეუბნები, სახლში წადი. ქეშტი შეურჭეთ. ბატონო მინისტრო, ეს უფროსი ინსპექტორი კემბელია. მისტერ ჩერჩილ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, სერ. აქ ცოტა ხნით შევჩერდი. კარგი კუდია. მადლობ. თახვის ბეწვია. აბა, როგორ შეეგუეთ ახალ სამუშაოს? მეთაურთა ქსელი შევქმენი. თელ ქალაქში აგენტები დაგზავნე. ჩემი თვალები და ყურები არიან. ეჭვმიტანილთა დაკითხვა სასწრაფოდ დავიწყე. თქვენ ბელფასტში იყავით. მესმის რომ ფენიანებს გული ატკინეთ. ვირთხების ბუდე იყო, სერ. თქვენი აზრით იარაღი ვინ მოიპარა? ფენიანებმა თუ კომუნისტებმა? რესპუბლიკური არმიის წევრებმა ან ფენიანებმა თუ მოიპარეს, მათაც ვიპოვიდა იარაღსაც. კომუნისტებმა თუ მოიპარეს, მათაც ვიპოვიდა იარაღსაც. თუ ჩვეულებრივმა ბოროტმოქმედებმა მოიპარეს, მათაც ვიპოვიდა იარაღსაც. ჩემთვის ყველა ჩამოთვლილი ერთი და იგივეა. თქვენ იმიტომ აგირჩიეთ, რომ შედეგიანად მუშაობთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, მისტერ კემბელ, რომ ეს ინგლისია და არა ბელფასტი. აქ მდინარეებში გადაყრილი გვამები გაზეთებში ტივტივდება. მოპარული იარაღის შესახებ პრესამ არ უნდა გაიგოს, თორემ იარაღით ვაჭრობას დაგვაბრალებენ. თუ გვამების დამარხვა გახდება საჭირო, ორმო ღრმად გათხარეთ. მოპარული იარაღიდან ერთი ტყვიაც არ დაიკარგოს. ბიძია ჩარლი. ერთი წუთით. ყველაფერი დავტვირთეთ. თვარი არ არის. შეგვიძლია გასტრეთის ბოლომდე მივიტანოთ და ნაპირზე დავტოვოთ. twirts პირველად არ რკინიგზელები შენიშნავენ. ასე არ შევთანხმდით. გადავიფიქრე. რა? სხვა გეგმა მაქვს. კარლის უთხარი, რომ ტვირთით ამბაქოს ძველ პორტთან მიიტანოს. იქ საიდუმლო ადგილი მაქვს, სადაც სიგარეტს ვმალავდით. კარლი მიცის, როგორც კი ნავის შენს ტერიტორიას დატოვებს, შენ აღარ გეხება. ხომ არ გაგიჟდი? ქუჩები არ გინახავს? ამ იარაღის მოსაძებნად ჯარი გამოგზავნეს. მართალია. ბანკო გახსნეს. ბანკო გახსნეს? ამ იარაღის დაბრუნება თუ უნდა გადაიხადონ. ეს ქვეყანა ასეა მოწყობილი. ბედი ხელში სიმდიდრეს თუ ჩაგიგდებს, დალახში არ უნდა გადააგდო.
ჩემი სისხლი ხარ დომი. შენზე ღვიძლი მამასავით ვზრუნავდი. თავზე ჯოჯოხეთს დაიდეხ. ის პოლიციელი არავის აბადიმრებს. გავიგე ომში არ ყოფილა. რეზერვში იყო. მეორე ომი წყურია დომი. თამბაქო სპორტი. ალესილი კებები გიბრძანებს. სამსახურში აგიყვანეს? დიახ, სერ. პირველი შთაბეჭდილება. ამ ხალხის ცხოვრებით გაოგნებული ვარ. ხომ არაფერი იპოვეთ, რაც გამომადგება? ალესილი კეპების ხელმძღვანელი დავკითხე. არაფერი იცის. სულელია. გონია, რომ შელბის ოჯახის თავკაცი არტური არ არის. ის ახალგაზრდა მამაკაცია, თომასი. ამბობენ, რომ ომში გმირობისთვის ორჯერ დააჯილდოვეს. აღფრთოვანებული ლაპარაკობ. თუმცა შთაბეჭდილება არ შემცვლია. ბუკმეკერთა ბანდები სხვა საქმეებით არიან დაკავებულები, ხოლო კომუნისტები სუსტები არიან და ასეთ რამეს ვერ დაგეგმავდნენ. ჩემი აზრით იარაღი არმიამ მოიპარა. საკუთარ წარსულს ნუ მისცემ უფლებას, რომ შენს დასკვნებზე გავლენა იქონიოს. რომელ წარსულს? რესპუბლიკური არმიის მიერ მამაჩემის მოკლა ჩემს აზროვნებაზე გავლენას არ ახდენს. თუ იარაღს ნახავ სერიული ნომრები ამ სიის მიხედვით შეამოწმე. მამა შენზე უკეთეს ოფიცერთან არასოდეს მიმუშავია. ახლა შენით ძალიან იამაღებდა. დენის კაცი შენ რომ მოკალი იტალიელი იყო. ეს ორნი იქ რომ დგანან. მისი ძმები არიან. იტალიელებს თუ არ შევაჩერებ. ასოს მოგაჭრიან და სისხლისგან დაგცლიან. მაგნა ბიჭრებს ასეთი მეთოდები აქვთ. იმისათვის რომ იტალიელებთან ომი არ გაჩაღდეს და მათი ბარბაროსობისგან გიხსნა. მე თვითონ უნდა მოკლა. ეს საკუთარი თვალით უნდა ნახვან. ომში უკვე მოვკვდი დომი. წყეული ტვინი ტალახში დავტოვე. უკანასკნელი სურვილი თუ გაქვს მეგობარო. ჩემს როუზისა და ბიჭებს მიმიხედე. შეგირდება დაიყვანონ იარაღის ქარხანაში ან ოსტინში. მერე სამქროს უფროსები გახდებიან. ვიცი რომ ასე იქნება. ჩვეულებრივი ადამიანები იქნებიან და ბინძური საქმეების კეთებას არავინ აიძულებს. რასაც ჩვენ გვაკეთებინებდნენ. წესით ახლა უნდა ვილოცო.
იმ წყეულმა ქვემეხებმა ჩემი გონებიდან ღმერთი განდევნეს. ეს ნავი ჩემთვისაა? შენი ცხედარი ქალაქიდან უნდა გავიტანოთ, დენი. აქ ახალი პოლიციელია ხომ იცი? დალახიან ადგილზე არ დამარხო, კარგი? დამპირდი. გორაკზე დამარხე. როუზის უთხარი სადაც დამარხავ. კარგი კაცი იყავი. კარგი ჯარისკაცი. არის სერჟანტ მაიორო. ზამთრის სიცივეში. სად ხარ? იმ წყეულმა გაიმარჯვა. მონაგანმა გაიმარჯვა. გაიმარჯვა. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედება. შემდეგში მხნილი სოინს რომ მიუმართავთ. ამ ცხენზე არა მარტო გარისონის ხალხი, არამედ მთელი სმოლჰითი დადებს. იცი მე რა მოხდება? ეს ცხენი ისევ გაიმარჯვებს. მესამედაც რომ გავაკეთებთ და მთელი ბირმინგემი მსონს ამ ცხენზე დადებს. ამ ჯადოსნურ ცხენზე ათასობით გირვანქანს რომ ჩამოვლენ, უკვე მზად ვიქნებით და ვიზრუნებთ რომ ამ ცხენმა წააგოს. დაფიქრდი. დენი, კარგად ხარ? ისევ გაუგნებული ვარ. დარწმუნებული ხარ, რომ ეს 64 არ არის? 64 რომ იყოს მე აქ როგორ მოხდებოდი? თომის უნდოდა რომ ეს სიმართლე გონებოდა და აზარზე მოსულიყავი. ცხრის ტვინით გატანილი ტყვია მტკივნეული იყო, ასეც იყო ჩაფიქრებული. სად მიყავართ? ლონდონში. თომის იქ შენთვის პატარა სამუშაო აქვს. შანს გაძლევს რომ მადლობა გადაუხადო. ამიერიდან ალესილი კეპი ხარ, დენი. ცუდი კვირა გამოდგა. წუხელუმთვარო ღამე იყო. შევამოწმე. გააკეთე რაც საჭიროა. რაც საჭიროა გავაკეთე.
რეჟისორი ოტო ბათერსტი, პროდიუსერი კეიტი სვინდენი, სცენარის ავტორი სტივენ ნაითი. ფილმს ახმოვანებდნენ მსახიობები: თეკო ჩუბინიძე, თეონა გურამიშვილი, დავით ბეშიდაიშვილი, კახა კინწურაშვილი და ზვიად დოლიძე. GDS-ზე. Take a little walk to the edge of town and go across the track.